როცებს ვკითხულობთ, ამ დროს რასაც ვითხოვთ არ გვჭირდება ჩვენის. ეს უკვე მოგვარებული გვაქვს. იმ დიდ ცოდებს აღარ ჩავდივარ. შინაგან ცოდებს კიდევ ვერ ვხედავ. რას ვითხოვ აბა? ეს ხომ ძალიან მექანიკურია. ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ მე ღვთის წინაშე პირნათელი ვიყო და ჩემ თავს ვუთხარ, რომ მე ლოცვებსაც ვკითხულობ, ეკლესიაშიც დავდივარ, მე ღირსეული ქრისტიანი ვარ. მხოლოდ ამიტომ ხარ კითხულობ ადამიანს. ჩვევის გამო, წესის გამო და იმის გამო, რომ მე არ თქვა, რომ ლოცვა არ წავიკითხე. იმიტომაც არის ხოლმე ზოგჯერ ადამიანი მოდის აღსარებაში და იცით დამავიწყდა ლოცვა, ან უпроსორეთ ვერ წავიკითხა ლოცვა და ძალიან განიცდის. რატომ განიცდი ძალიან? შეიძლება იყო ისეთი ვითარება, რომ ვერ წაიკითხე. რა მოხდა? სტუმარი მოგივიდა, საქმე ჰქონდა, გადაუდებელი სიტუაცია იყო. ასე ძალიან რატომ განიცდი, რომ ლოცვა ვერ წაიკითხე? გულში ხოლოცულობდი. ნუ თუ ამას არ შეისმენდა ღმერთი. თუ არა, მაინც და მაინც ფსალმუნთა წიგნი უნდა გადაშალო და სამი დიდება უნდა წაიკითხო, რომ ღამე წყნარად და მშვიდად დაგეძინოს, რომ მე დღეს კანონი შევასრულე და რა მე. რა გაიგე იმ სამი დიდებიდან, რომელი წინადადება გაიგე? რაზე დაყვარს ჩვენ ქრისტიანები?